მსოფლიოს საუკეთესო თავდასხმა, საუკეთესო დაცვის წინააღმდეგ. ესპანელებს უკვე 36 თამაშიაზე ეძეთ არ წაუგიათ. სწორედ ამიტომ ეძახიან ალბათ ამ თამაშს ნაადრევ ფინალს. ხოდა მოდი შევეცადოთ გამოვიცნოთ თუ ვინ მოიგებს ამ ნაადრევ ფინალს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც საფრანგეთის სასარგებლოდ მეტყველებს, ალბათ არის მათი ლიდერების ტოპ ფორმა. პოლისე, დემბელე, ბარკოლა, დუე და თვით დიქტატორი ნახევარ მომენტსაც კი გოლებში ახურდავებენ. პლუს საფრანგეთი ის იშვიათი შემთხვევა, ვისთვისაც ესპანელების საფეხბურთო მოდელი კომფორტულია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დელაფონტემ სიტყვაზე დაცვის ხაზი უფრო სიღრმეში ჩაწიოს ან კონტროლზე უარი თქვას, ხო? და ზუსტად ამ დროს ერთი არასწორი პასი, ერთი შეცდომა და მიდი მე ზდია ამათ. გარდამავალ ფაზებს საფრანგეთისნაირად მიმდინარე მუნდიალზე ნახდათ ვერავინ ვერ იყენებს. სხვათა შორის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც შეიძლება ფრანგებს დაეხმაროთ, ეს არის ის, რომ ესპანელები გაცილებით უფრო დაღლილები არიან. რადგან მათ მთელი მსოფლიოს მანძილზე სამჯერ მეტი გადაფრენების განხორციელება მოუწიათ ვიდრე ფრანგებს. რაც ნიშნავს ნაკლებ დროს აღდგენაზე, ნაკლებ დროს დასვენებაზე და ასე შემდეგ. მაგრამ რა პლუსები აქვს ესპანელებს? უპირველეს ყოვლისა ალბათ ფსიქოლოგიური უპირატესობა, როდესაც შენ ამხელა წაუგებელი სერია გაქვს, სერიოზული ბუსტია მენტალიტეტის. პლუს ბოლო შეხვედრები მათ შორის ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა, როგორც 2024-ის ევროზე, ასე ერთა ლიგაზე. უშუალოდ ბაპეს და იამალის დაპირისპირებებშიც, რომელიც 11ჯერ ყოფილა, სულ მსგავსი შემთხვევა, იამალს 8 გამარჯვება აქვს, ბაპეს მხოლოდ 2. ხოლო დელაფუენტე ესპანელთა წვრთნელი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში ნახევარ ფინალში საფრანგეთს 5ჯერ დაუპირისპირდა და აქედან 4ჯერ გაიმარჯვა. ისე ობიექტურ სტატისტიკებს და ციფრებს რომ თავი გავანებოთ და ჩემი პირადი შეგრძნება გაგიზიაროთ, მე რთულად წარმომიდგენია რომ საფრანგეთის ნაკრები ვინმე შეაჩეროს. იმდენად მომოკვდინებლად გამოიყურებიან, რთულად წარმომიდგენია, თუმცა როდრი, პედრი, ლამინი. არ ვიცი. თქვენ როგორ გონიათ? ვინ გავა ფინალში?